მე მგონია მეორეა, რომ გარკვეული ტიპის შიში დაინერგოს, რაღაცნაირად ყველა შეშინდეს, არავინ არ ილაპარაკოს იმ თემებზე, რომელიც რაღაცა შეიძლება ხელისუფლებისთვის არ იყოს მაინც და მაინც სასურველი და განსაკუთრებით საზღვარგარეთ და ასე ვთქვათ, ევროპაში და ამერიკაში კონდეს ცუდი რეზონანსი, მაგრამ ეს როგორ გითხრათ, რა ძალიან არაკვალიფიციური, არასწორი, არავის ამის არ შეეშინდება, მაინც ყველა ვილაპარაკებთ. და მაინც ელაპარაკებს ეს ხალხი ხა, იმიტომ რომ ეს გამოკითხვაზე დაიბარეს, მერე გამოუშვეს, ეხლა აქ რო იყოს სიტუაციო ამბობ, ეხლა ასეთი სიტუაცია რომ ხმას ამოიღებ და დაგიჯერენ ეგრევე და პირდაპირ ციხეში ეს სხვა საქმეა, ანუ პირდაპირ გაფორმებული დიქტატურაზე მაინც ვერ მიდიან. თან უნდა მინდა ვიყო დიქტატურის მომენტი. და რომ ვერ ხარ, იმიტომ რომ არ აძლევს ამას არც ადგილობრივი საშუალება, ასე ვთქვათ, აკაური სიტუაცია და არც განსაკუთრებით საერთაშორისო კონტექსტი. ამიტომ ეს არის, რა თქმა უნდა, გარკვეული დაშინების და მცდელობა, რომ არ ელაპარაკოს ხალხმა, მაგრამ აბსოლუტურად განწირული მცდელობაა და უბრალოდ არც თუ მთლად კარგ მდგომარეობაში იგდებს თავს უსაფრთხოების სამსახური რაღაცა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრუქტურა თავისთავად. მაგრამ ნუ ასეთი რაღაცით რომ ხან ელჩს დაძლებენ და იმას უღებენ ვიდეოებს თუ რაღაცა ვისთან ლაპარაკობს გერმანიის ელჩი რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს ხდება თუ არა ხან ანალიტიკოსებს და მხილველებს დაძლებენ და იბარებენ ხან პოლიტიკოსებს იბარებენ რაღაც განცხადებებისთვის იმ ინფორმაციაზე რომელიც საჯაროა და ყველგან არის ხელმისაწვდომი და ამ დროს ჩვენ გვაქვს სიტუაცია როდესაც იგივე თქვა ეთნიკური უმცირესობებით რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არის ჯგუფები, რომლებიც ღიად უჭერენ თქვათ ირანს და ხავენეის მხარს, ხო? ეს ხომ იმიტომ ხდება, რომ სწორედაც ხელისუფლება არ დგას იქ თავისი მაღლეზე და არ აქცევს ყურადღებას მიშვებული ყავს იქ პროცესიდან. რა უნდა ვთქვა მეტი არ ვიცი. უსუსური მცდელობაა დაშინების. ჰადსონის ინსტიტუტის მიერ გავრცელებული, ჩატარებული კვლევა გახდა ინსპირაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის, სადაც საუბარი იყო მათ შორის იმაზე, რომ ალ-მუსტაფას არალიცენზირებული წარმონაქმნი, უნივერსიტეტის წარმონაქმნი არსებობდა საქართველოში. რეალური გამოძიების შემთხვევაში უნდა განემარტა თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ ასეთი დაწესებულება არის თუ არა ჩვენს ქვეყანაში და მოასწავებს მოჰყვება თუ არა ასეთი დაწესებულების არსებობას საფრთხეები. ნუ ჩემი აზრით, მაგ ცოტა გაბერილი ამბავები ასეთვის ამ უმაღლეს სასწავლებლებში ცოტა გარკვეული ვარ, იმიტომ რომ გარკვეულ თემდებას მეკავა ადრე ხა. ეს ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ფილიალები არსებობს მსოფლიოს 60 ქვეყანაში. საერთოდ არა მარტო ჩვენ დასანქცირებული ის არის ამერიკის და დასანქცირებული არის ამერიკის და კანადის ფილიალები. მხოლოდ მაგალითად ფუნქციონირებს ბრიტანეთში, ფუნქციონირებს გერმანიაში, ფუნქციონირებს დანიაში, შვედეთში, ბრაზილიაში ეს ფილიალები. საქართველოში ეს ფუნქციონირებს ჯერ პრაქტიკულად გაუფორმებლად, მაგრამ რეალურად ფუნქციონირებს ჯერ კიდე შევარდნაძის დროიდან. ოფიციალურად რეგისტრირებულია სააკაშვილის მმართველობის პერიოდში 2011 წელს. და ხელისუფლების დროსაც ფუნქციონირებს, დაახლოებით ძირითადად იქ ისწავლება ყურანი, რელიგიური რაღაც იურისპრუდენცია და ასე შემდეგ. ეხლა რო ვთქვათ, რომ აქ რაღაცა ტერორისტები მზადდება და არ იქ არა არის, არ ამგონია ახლა ამის განცხადების საფუძველი არსებობდეს, მაგრამ ის რომ ეს განცხადება, რომ ამის განცხადების საფუძველი არ არსებობს, უნდა გაეკეთებინა თუ არა თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოება უნდა იყოს საქმის კურსში, რას ასწავლოდესაც ირანისნაირი ქვეყნის ფილიალია, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოებაც უნდა იყოს საქმის კურსში, რა ხდება იქ ვის ასწავლიან, რაც ასწავლიან, როგორ მიდის საქმე, თუ არაფერი არაა და თუ მხოლოდ სწავლებაა, როგორც მაშინ ეს უნდა თქვას. თუ რაღაცა იქ მართლა სერიოზულად მიდის რაღაც სხვა პროცესები, აქაც უნდა იქნეს შესაბამისი ზომები მიღებული. მაგრამ ჩვენთან საერთოდ ჩვენ რა სიტუაცია აქვს? ჩვენ აი მუსლიმ თემს რა სიტუაცია აქვს საქართველოში? აქ მეჩეთის აშენება პრობლემაა და
სერიოზულად რელიგიური განათლების მიღება მუსლიმანისთვის საქართველოში პრობლემაა, იმიტომ სახელმწიფო ამაზე არ ფიქრობს. არ ზრუნავს, როცა ჭირდება პოპულისტურად იჭერს რაღაც ძალიან მართლმადიდებლურს და ვითომ ეხლა რაღაც ებძვის უცხო გავლენებს. რეალურად მუსლიმი თემის განათლება საქართველოში, საქართველოს მოქალაქე მუსლიმების განათლება გადაცემულია სხვა მუსლიმური ქვეყნებისთვის, ერთად არის ირანი, აზერბაიჯანი, თურქეთი, აჯარაში განსაკუთრებით და ეს სიტუაცია გვაქვს ჩვენ და ეს სიტუაცია თავისთავად არანორმალური. გახსნილია უამრავი რელიგიური სკოლები, რომლებიც მთლიანად ფინანსდება საზღვარგარეთიდან. ეს არ აწუხებს ხელისუფლებას. ხელისუფლებას აწუხებს იქ გერმანიიდან და ამერიკიდან, ევროკავშირიდან თუ გრანტს მიიღებს რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაცია, ესაა სახელმწიფო გადატრიალების ცდელობა და იქ რა გავლენებია და რა ტიპის ისლამზეა ლაპარაკი, იმიტომ რომ ისლამშიც უამრავი მიმართულებაა და უამრავი განშტოება არის უფრო რადიკალური, არის უფრო ნაკლებად რადიკალური, არის უფრო სეკულარობისკენ მიდრეკილის. ამას ხელისუფლება უნდა უყურებდეს და აკონტროლებდეს და ჩვენთან ეს სამწუხაროდ არ ხდება. აი ეს პრობლემა გვაქვს ამ შემთხვევაში ხელისუფლებასთან. კი ბატონო დავით, მინდა მე ვკითხულობდი დღეს თქვენს განცხადებას ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე არ დააწესოს სანქციები საქართველოს ყულების სპორტის წინააღმდეგ. თქვენი შეფასების ნაწილი ეს ერთის მხრივ არის კარგი ამბავი ძალიან, იმიტომ რომ სერიოზული საფრთხის წინაშე იდგა ქვეყანა, ეს არ იყო მხოლოდ ერთი ცალკე აღებული პორტის პრობლემა. თქვენ ამბობთ ასეთ რამეს, რომ ანუ მეც აღარ ვიზამთ დაპირდნენ და ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილებაო. წერილობითი თანხმობა თუ გარანტია, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მისცა ევროკავშირს. რატომ გახდა პირველ რიგში საჭირო და რამდენად ასაბუთებს თუ არა ეჭვს, რომ პრობლემა მართლაც სანქცირებული ტვირთის გატარებასთან დაკავშირებით ყულების სპორტში არსებობდა? არა, ეს არათუ პრობლემა არსებობდა, ეს ფაქტია, რომ იყო, ეს ტვირთი გაატარეს, ეს იქნა დაფიქსირებული და ევროკავშირმა სწორედ ამ ფაქტის საფუძველზე შეიტანა იმ პირველად სიაში, სანქცირებულთა სიაში ეს ყულების ტერმინალი. ეს არ ეხებოდა მარტო საქართველოს, იმიტომ რომ აზერბაიჯანია ოპერატორი, აზერბაიჯანისთვის არის გადაცემული, ეს ეხებოდა აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია სოკარსაც. სოკარისგან იყო გარანტიები, როგორც ვნახეთ წერილში. მე ასეთი დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს გარანტიები აიღო სოკარმა და მე ამათ ჩვენებს უთხრეს, რომ თქვენ სამუყევით ეხლა ჩვენო და ესენი ძიძულებული იყვნენ ეხლა აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაფუჭებას მოერიდნენ. და რახან აზერბაიჯანი ამას დათანხმდა და ჩვენც დავთანხმდით იმაზე, რომ აი მეც აღარ გავატარებთ მოკლედ აქ რუსულ ტვირთს. ეს ვალდებულებები რო აღებული აქვს საქართველოს ხელისუფლებას, ამას ჩვენ ამას ადასტურებს თვითონ ევროკავშირის წარმომადგენლის იმ უსალივანის წერილი, ოფიციალური წერილი არსებობს, ევროკავშირის ოფიციალური განცხადება, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრ კოჭარიშვილისადმი, სადაც ის ამბობს, რომ ძალიან კარგია, რომ თქვენ ეს ვალდებულებები აიღეთ. მადლობას უხდის, რომ აიღეთ ეს ვალდებულება. ამას გეკითხებით, იმიტომ რომ დღეს ქართულმა ოცნებამ ამბავი შემოატრიალა ასე, რომ დადასტურდა, რომ კამპანია, რომელიც აწეული იყო ყულების სპორტზე და სანქციებზე იყო სრული სიყალბეო. რას მოწმობს ეს შეთანხმება და წერილობითი გარანტია? არა, ესენი თქმა უნდა იტუებიან, ამათ უნდათ ეხლა რომ წარმოაჩინონ ისე რომ თითქოს ესე იგი არაფერს არ იყო საბუთი და ვიღაცა deep state-მა უნტრო, მაგრამ მეორე deep state-მა ისევ რაღაცა გადაიფიქრა. თუ რა ვიცი, მაგათაც ვთქვათ ამ შფოთვებში და ბოდოებში როგორ არის, მაგრამ ნუ ეს არის ძირითადად განკუთვნილი იმ თავის ამომრჩევლისათვის, რომელიც ნებისმიერ ტყუილს, ნებისმიერ სიცრუეს, ნებისმიერ დეзинფორმაციას ყლაპავს როგორც არაფერი ისე, რაც არ სისულელეც არ უნდა უთხრას. ქართულმა ოცნებამ აი იმას მიიღებს ისე როგორც ეუბნებიან. ახლა ძირითადად ეთყობა ამაზეა. ეს არის ხელისუფლება და პარტია, რომელიც აბსოლუტურად არცევს პატივს თავისივე ამომრჩევლებს და თავისივე მომხრეებს. ეხლა სიმართლის დადგენა აქ რთული არ არის, მათ შორის არც ამ ხელისუფლების მომხრეებისთვის, მაგრამ აქ ძირითადად ანგარიში იმაზეა, რომ ეს ხელისუფლების მომხრეები უყურებენ მხოლოდ სახელისუფლო არხებს, ახლა ჩვენ არ ვიყურებენ, მაგალითად, კითხულობენ მხოლოდ იმას, რასაც პაპუაშვილი ამბობს და ასე ცალკრივი ინფორმაციის საფუძველზე ცდილობენ შექმნან განწყობა რაღაცა თავის მომხრეებში, რომ მაგარი ბიჭები არიან. თუმცა იგივე ცხადია აქ მე მგონი ზოგჯერ ასეთი ილუზია აქვს, რომ აქ რაღაცას ქართულად იტყვიან, გონიათ რომ იქ უცხოეთში ინგლისურად და ფრანგულად ვერ გაიგებენ და ეხლა ეს ხო იგივე ევროკავშირისთვისაც გახდება ცნობილი და ამასაც მოყვება გარკვეული რეაქცია და ამიტომ
ტყუილს მოკლე ფეხები აქვს ამ შემთხვევაში და არ მგონია ამ ტყუილებით შორს წავიდეს ხელში. და ბოლო და მოკლედ მინდა რომ მიპასუხოთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატაში საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების გაფართოების საკითხებზე მოხდა მსჯელობა. ოფიციალური ბრიტანეთი ქართველი მაღალჩინოსნების შესაძლო დასანქცირებაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ორი სახელისუფლებო მედია დასანქცირებულია, უნდა ველოდოთ თუ არა თანამშრომლობის გამო კიდევ ახალ პაკეტ სანქციებისას. ნუ ახლა ეს ბუნებრივია, რა რეაქციაც ჰქონდათ იმედის და პოზიტივის დასანქცირებაზე საქართველოს ხელისუფლებას, მათ პირდაპირ ეს მიიღეს საკუთარ თავზე დარტყმად. და ასეც თქვეს, მათ არც დაუმალათ, კი იძახდნენ დამოუკიდებელი მედიაო, მაგრამ რაზეა ლაპარაკი, როდესაც ნუ რა ვიცი ახლა პრაქტიკულად მოუწოდეს ბიზნეს რომ მივიდნენ და მაინც მიიტანან, ანუ რეალურად ბიზნესზე განახორციელეს ზეწოლა რომ მაინც მიიტანათ რეკლამა და მაინც რაღაცნაირად ყველანაირად შევეცდებით რომ ამ ტელეკომპანიამ იფუნქციონიროს. თავი გამოიდეს აი ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით და ბუნებრივია ახლა თუ სანქცირებულია კონკრეტული ტელევიზია, იგივე ბრიტანეთის მხრიდან ყველა ვინც თავს გამოიდებს მის დასაცავად და ამ სანქციების გვერდის ავლითთვის ყველას დაემუქრება სანქცია, ძალიან ბუნებრივია. მადლობა დათო ზურაბიშვილს, ვუსმენთ ჩვენ პირდაპირ ეთერში, ლორდთა პალატაში საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ